stay away from that old Viper man. Don't you take that fruit he's holding in his hand. Just one bite and you'll be swinging with the band. If you hang around that old Viper man, if you should come across a viper in the night, that's when you get the hit that makes you feel alright. You'll be high and troubles out of sight. დილამშვიდობისა მეგობრებო, გათენდა დილის 8 საათიც არ არის და გამოვედი რომ ჩვენი პირველი კერძი დავაგემოვნოთ. დღეს უნდა გავსინჯოთ street food-იც, fast food-იც და მოკლედ ყველაფერი უნდა ვჭამოთ, რაც გემრიელია ნიუ-იორკში. რადგან დილა საუზმეზე, რასაც ხშირად მიირთმევენ ხოლმე, არის ბეიგელი, რომელიც არის ძალიან სწრაფი და გემრიელი. ამიტომ ახლა ვიპოვოთ კარგი ადგილი, სადაც შევძლებთ რომ ვჭამოთ. ამისთვის სულ არ არის საჭირო Google-ში შეძრომა რა. უნდა მიხვიდე კვების ობიექტებთან და სადაც ბევრი ხალხი დაგხვდება, სადაც ძალიან დიდი რიგი იქნება, ესე იგი იქა ყველაზე გემრიელი ბეიგელი. ამიტომ მოვძებნოთ ახლა სწრაფი კვების ობიექტები და მე უკვე გადავწყვიტოთ სად შევჭამოთ ჩვენი საუზმე. ხედავთ რა მხელა რიგში ვდგავართ და ეს ყველა ელოდება ბეიგელს. ძალიან მარტივი საუზმეა, გემრიელი მართლა და ესე კომფორტული რა და ამიტომ ადამიანები ირჩევენ ხოლმე დილას რომ ამით ისაუზმონ და მერე გააგზელონ გზა სამსახურისკენ. აქვე Starbucks-იც არის, შეირბერენ, ყავას დალევენ და აი ამერიკული ცხოვრება რაც არის რა. დაველოდოთ ახლა ჩვენი რიგი მოვა, ავიღებთ ჩვენ ბეიგელს და გავსინჯოთ. ხალხი ისევ გვემატება, რიგიც იზრდება. ემოვედით, აგერ არის ჩვენი ბეიგელის საცხობი. ცოტაც და შევჭამთ. ძალიან მშია, სხვათა შორის ძალიან. მშია. აი უამრავი სახეობაა, ეხლა ვფიქრობ რომელი ავარჩიო, იმიტომ რომ რამდენი 21 სახეობა აქვს, წარმოდგენა არ მაქვს რომელი მინდა და ეხლა სწრაფად უნდა ვქნათ სანამ ჩემი ჯერი მოვა, თორე მე მომიწევს დგომა ბეყესავით. აგერ ჩვენი ჩეკიც $28 დაჯდა და 85 ცენტი 2 ცალი ბეიგელი. ესე იგი პირველი არის კვერცხი, ყველი და ბეკონი და მეორე არის ავოკადო, თომატო, ყველი და ასე შემდეგ რა, ორაგული. ნახოთ აბა გემოები ახლა როგორი იქნება. გამოვიტანე მეგობრებო ჩვენი შეკვეთა აგერ არის და ჩემი სახელის თქმაზე იმდენჯერ დავიტანჯე რომ ნახეთ რა სახელი დავაწერინე. აწი სადაც შევალ ტარანტინო ვიქნებ დღეიდან. უმარტივესია, არაფერზე არ გიწევს ცვალება. ხან უროს მაწერდნენ, ხან რას მაწერდნენ, მეთქი დამანებეთ თან. უყურე, ორი ბეიგელი გვაქვს რა. ერთი ჩვეულებრივი და ერთი ყველაფრით. მოდი გავხსინჯოთ ახლა ორივე და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებას. ნახეთ. ერთი ეს არის, მეორე ეს არის. მოდი გავსინჯოთ პირველი ყველი და ბეკონი, კვერცხი. აუ ძალიან გემრიელია მეგობრებო. თბილისში ყოველდღიაც კვერცხს ჭამ რა შემწვარს და ეს ყველაფერი ერთად არის გემრიელესი. და როგორი მარტივია, როგორი გემრიელი რა, აი ლანჩზე რო წაიღებ ეგეთია რა. აუ ძალიან გემრიელია. ეს პურიც აქ არის გამომცხარი. და თბილია და ცხელია და აი აუ მერტო რა კაია. 10-დან 10. ეხლა ვარ ჩვენ Liberty Bagels-თან რა. ასე რომ თუ აქ ნიუ-იორკში მოხდებით Liberty Bagel-ი უეჭველი სადეთ, ძალიან გემრიელია. მეორეც დავაგემოვნოთ მეგობრებო, ახლა ნახეთ როგორ გამოიყურება, აი უგემრიელესია. უკვე უგემრიელესია. ჯერ ხო არ მიჭამია, მაგრამ უკვე უგემრიელესია. აუ ეს ბევრად ჯობია იმას მე მგონი. ათიდან 17. ძალიან გემრიელია. ნახე კრემყველი როგორ გადმოდის. ავოკადო. პურიც უგემრიელესია.
Starbucks-ში ყავაც ავიღეთ. წავიდით ახლა კიდე გემრიელი რაღაცები უნდა გავსინჯოთ, მაგრამ სანამ წავალთ, უბრალოდ რიგი უნდა გაჩვენოთ იმ ადგილის, სადაც წეღან ვიყავით რა. Რამდენი ადამიანი ელოდება და რამდენად მაგარი ბეიგელებია იქ. წავიდით. აი, საიდან იწყება? აი, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად მაგარ ადგილას ვიყავით. შეხედეთ ხალხის რაოდენობას, არ თავდება. რიგი არის, როგორც ხედავთ, აქ სულ რიგებია ხოლმე, შესაბამისად, ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ. რიგში ვარ ახლა ისევ. აი, ნახეთ. ფოტოები არის გამოკრული და აგერ რიგიც. აი, ეს მინდა უეჭველი. ძალიან გემრიელად გამოიყურება. Hi, to this please. 2 slices. ეს ჩვენი პიცა, რომელიც უგემრიელესად გამოიყურება და ერთ სული მაგ დავაგემონო. ინჯოთ ახლა პირველი პიცა ნიუ-იორკში. ოჰოჰო. მართლა გემრიელია. ათიდან 10 მართლა. მოვედი მეგობრებო კიდევ ერთ ადგილას და უნდა გავსინჯო უგემრიელესი სენდვიჩი. ნუ როგორც ამბობენ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ იმდენი ადამიანი ელოდება ამ სენდვიჩს, რომ შეუძლებელია ეს სენდვიჩი არ იყოს ის, რაც მე მინდა. აუცილებლად უნდა გამეზიარებინა ეს თქვენთვის, იმიტომ რომ ნუ ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ეს, რიგ შეხედეთ. რამდენი ადამიანი ელოდება უბრალოდ ნახეთ. მეც ახლა ჩავდექი რიგში და იმედია შევალ მალე რა დაახლოებით 1 საათში მაინც. მესმის დროს იგიჟე 1 საათი სენდვიჩის გამოლოდინი, მაგრამ დამიჯერეთ ეს ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მენახა, ასე რომ ნახოთ რა იქნება. შემოვედით მეგობრებო, როგორც იქნა და ველოდებით ახლა რიგს რომ შევუკვეთოთ ჩვენი სენდვიჩი. ნახეთ რამდენი ხალხია და ძალიან პოპულარული ადგილია. ნუ იდეაში 1888 წლიდანაა გახსნილი და მაგიტომ. მაგრამ არ მგონია რომ მარტო დრო იყოს მნიშვნელოვანი რა, ესე იგი გემრიელიცაა და ვნახოთ აბა დავაგემონოთ. Stay away from that old Viper man. Don't you take that fruit he's holding in his hand. Just one bite and you'll be swinging with the band. If you hang around that old Viper man, if you should come across a viper in the night. როგორც იქნა მეგობრებო, მოვიდა ჩვენი ნანატრი წამი და აგერ ასე გამოიყურება ჩვენი სენდვიჩი. და ერთი სული მაქვს დავაგემოვნო და გაგიზიაროთ როგორია. 1 საათი მოგვიწია მოკლედ ყველაფერი. რიგში დგომა, შეკვეთა, მოტანა და ასე შემდეგ რა. აბა დავიწყეთ. 1888 წლიდან არის ეს სასენდვიჩე და შეხედეთ. გამერთო ჩემო. აბა წავედით. გამერთო. ვაუ. გამერთო ეს რა არის? ათიდან 100. ხახარ. გამერთო რა გემრიელია. ვიცოდი რომ გემრიელი იქნებოდა, მაგრამ ასეთ გემრიელს ნაღდად არ ველოდი. აუ ეს რა არის? თუ ნიუ-იორკში ჩამოხვალ და ამას არ შეჭამ დანაშაულია მეგობრებო, ასე რომ უეჭველი მოდით აქ დაელოდეთ და შეჭამეთ. ამაზე მაგარს ვერაფერს გასინჯავთ ჩემი აზრით ნიუ-იორკში. შემდეგი ობიექტი, რომელიც უნდა დავაგემოვნოთ, არის $1.50 პიცა. ანუ ერთი ნაჭერი ღირს $1.50. არ არის იმდენად ცნობილი, აი როგორც სხვაგან რიგები რო დგას ხოლმე და რაღაც საათობით რიგში რო უნდა იდგან წუთობით, შედიხარ $1.50 პიცას ჭამ რა.
მოდი შევიდე დავაგემოვნოთ, იმიტომ რომ მგონია რომ ასეთი ნაკლებად ტურისტული ადგილებიც საინტერესოა რა, აი სადაც უფრო ადგილობრივები შედიან ხოლმე. თან იაფია და თან ნახოთ, გემოც მაინტერესებს რა. ავარჩიოთ ახლა, რომელი უნდა დავაგემოვნოთ. ძალიან ბევრი არჩევანი არ არის, მაგრამ მაინც. მე მგონი ეს რა, რაღაცა კარგად გამოიყურება, თან ბულგარულები აქვს, სოკუ აქვს, მე მგონი პომიდორი აქვს. და რაღაც გემრიელად გამოიყურება. კაი, ეს ვჭამოთ. ესეც ასე, გავსინჯოთ აბა ჩვენი პიცა ერთი რამდენად გემრიელი იქნება. 10-დან დავუწერდი 6 ალბათ რა. სად გადასარევი არ არის. ესეც ჩვენი $1.5-იანი პიცა. რავი, არ მომეწონა რა. წეგან კი ვთქვი 10-დან 6 უწერ მეთქი, მაგრამ 5 ქულაზე დაბალს დავუწერ, იმიტომ რომ რაღაცნაირი გემო დამიტოვა პირში და ძალიან არ მესიამოვნა საბოლოო ჯამში, მაგრამ არა უშავს, ახლა ნიუ-იორკში ყველაფერი არ მოგეწონება, მით უმეტეს ამხელა ქალაქია, სადაც უამრავი კვების ობიექტია რა. წავედით, ბევრი რამეა კიდე დასაგემოვნებელი, ასე რომ გული არ გავიტეხოთ. ჩაინათაუნში მოვედით, ძალიან ბევრი მსმენია ამ ადგილის შესახებ და ვიფიქრე, რომ აქაც რამეს დავაგემოვნებდით და თან თქვენს გაგიზიარებდით რა. ნიუ-იორკში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია და აუცილებელიცაა, რომ აქ მოხვიდე რა. მით უმეტეს თუ გემრიელი საჭმელები გიყვარს. ამიტომ ახლა მივიდეთ ერთ-ერთ კვების ობიექტთან, ავარჩიოთ აქაც და მე უკვე დავაგემოვნოთ რამე რა. ვიდეოსაც მოუხდება ჩემი აზრით ცოტა განსხვავებული კერძები. სხვათა შორის უამრავი ხალხია, ბევრი კვების ობიექტია აქაც და საინტერესო უნდა ჩანდეს რა. ნიუ-იორკში პატარა ჩინეთი. წავედით. მოვედით ერთ-ერთ საცხობთან, რაღაც კარგად გამოიყურება, ბევრი ხალხია შიგნით და მოდი ჩვენ შევიდეთ და რამე გავსინჯოთ რა. მგონია რომ საჩვენო რაღაცას ვიპოვით. თან ძალიან მგონია. ნახეთ რამდენი ადამიანია. უამრავი ხალხია და ძალიან მახარებს, ესე იგი, კაი ადგილას ვართ. ოკეი, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა შევუკვეთო. მაგრამ ახლა ფოტოზე რომელიც მომეწონება, იმას შევუკვეთავ და უკვე ხედავ რომელიც მომწონს. Pineapple. This two. Two pineapple pork bun. Yes. Okay. Yeah. შევუკვეთე მეგობრებო და გამოვედი აი ასეთი გემრიელი რაღაცით. ეს არის ანანასის პური და შიგნით არის ღორის ხორცი, ანუ პორკით არის და მოდი აბა გავსინჯოთ რა არის ერთი. ჰონკონგში არის როგორც ვიცი ესეთი რაღაცები ცნობილი და ნუ ჩაინათაუნშიც, ჩინურ დასახლებებშიც იყენებენ რა. ამ იმას რა ქვია, ანანასის პურს და ნახოთ. აბა პირველი კერძი ჩაინათაუნში. ახლა აუ რა გემრიელია. კბილია მეგობრებო და ერთ წამი ვაუ ასეც არ ველოდი მართლა. აი პუნქტუშას გემო აქვს და პლუს ძალიან მაგრად აბალანსებს ეს პორკი რა, ღორის ხორცი და საოცარი გემოა მართლა. ვაუ. $3.30 გადავიხადი ამ უგემრიელეს რაღაცაში. უეჭველი დატესტეთ რა. შეხედეთ, თბილი, გემრიელ პურში, ანანასის გემო, მოტკბო, თან ეს ღორის ხორცი რაღაც იქოს კარამელიზირებულია. საოცრება. მადლობა ჩაინათაუნს. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, რომ უფრო გემრიელი რაღაცეები დავაგემოვნოთ ერთად. Let's go. ნიუ-იორკი ისე როგორ დავტოვო, რომ რამე გემრიელი ჰოთ-დოგი არ შევჭამო რა. მაგრამ მინდა რომ იყოს ეს ჰოთ-დოგი მართლა სტრიტ ფუდული. ამიტომ რამე ვიპოვოთ ახლა, წარმოდგენა არ მაქვს ვისთან შეიძლება ჰოთ-დოგის ჭამა და შევჭამოთ რა. თან ცივა. ცხელი ჰოთ-დოგი კაი იქნება. პრიცელიც მინდა გავსინჯო და მოკლედ ყველაფერს გაგიზიარებთ რა. მთელი დღეა დავდივარ, დაგვაღამდა ამ სიარულში, გადაღებაში
და მომშვიდა. ხოდა ვჭამოთ. მოვედით ერთ-ერთ ჰოთ-დოგესთან და დავაგემოვნოთ აბა ერთი აქაური ჰოთ-დოგი. How much? 4, 5, 7, 10. Okay, let's make $5, okay? Sorry? Onion, sauerkraut. Yeah, let's make the best hot dog ever in New York. It's the first one? Okay. Dravit, სადღაც 23-ში გააკეთა მეგობრებო. შვენიერი. მეორეც გამოვართვათ. Thank you so much. $10, right? Just a minute. Here is. Thank you so much. Appreciate. აბა წავედით. ოჰო, რა კაია თბილი ჰოთ-დოგი, შეხედეთ? ნახოთ, აბა როგორია ერთი ჩვენი ნიუ-იორკული ჰოთ-დოგი. Oh. Very tasty, yeah. Really appreciate. Thanks so much. Oh, რა კაია. ღმერთო. მეგობრებო. ზოგადად რამეს რო ვიძახი, კაფეც არ ვიტყუები რა. უგემრიელესი ჰოთ-დოგია, მართლა. აი, ყველანაირად ეს არ ვარ ახლა საჭმლის შემფასებელი ისეთი, მაგრამ ძალიან მაგარია. Thanks man, it's really really great. Maybe we will come back later. Ათიდან 700. მოკლედ ერთი ჰოთ-დოგი არ მეყო და ისეთი მაგარი ჰოთ-დოგი მაჭამა ეხლა რომ მივალ ისევ ამ კაცთან და პრინცესსაც შევჭამ რა, იმიტომ რომ ძალიან მინდა. Hey, we are come back. Can we try the pretzel as well? Sure. Let's do it. One pretzel just. ნახოთ აბა ერთი პრიცელიც დავაგემოვნოთ. Is it hot, right? Wow. 5? $2 more. 7. It's 7? Yes, please. Okay. Leave it as a tip. It's great. Thank you, man. You're welcome. Yeah. Appreciate your work. Where are you from? We are from Georgia. Georgia. Yeah. Welcome to Manhattan ceremony. Yeah, thank you. Atlanta, behind Georgia. Yeah. Atlanta, we go to the big truck, driver truck. You know the Georgia is the country, not the state. Not here in America. No, not in America. Near the Turkey. Yeah. It's Asia, like between Europe and Asia. Yeah. You never heard about it? Egypt. Yeah. Ah, really? Alexandria, yes. Wow. I think you told me from Georgia, I think here in the state. No, it's a country. It's too far away. Yeah. We've been in Egypt as well. It's really beautiful country. Your name? Guru. Guru. Yeah. Moody. Mudi? Yes. Wow. Okay, Guru. Really appreciate your work. No problem. How many years you are here? 12 years. 12 years? Yes. 12. Oh. And you're doing this job, right? Yeah. Wow. I'll see you next time. My Next friend. time. Yeah, we will back. მოკლედ, აგერა ჩვენი პრიცელი, რომელიც გამოიყურება შვენივრად თბილია და მოდი გავსინჯოთ ესეც რა. ამის გარეშე აქედან ვერ წავიდოდი. ესაა მარილები, მეგობრებო, ნახეთ, მარილიანია ძალიან. ძალიან არ ვიცი, რამჭი ძალიან მშია, ძალიან გემრიელია. აი მარილიანი ჭხირები და კრეკერები ვისაც გიყვართ. აი მას ამოიდებთ თავქვეშ და იცხოვრებთ ამასთან ერთად ისეთი გემრიელი. ძალიან კარგია.
მარილებს ახალი. ეს ერთი წელი შეჭამო, წელი დღე დანაყრებული იქნები რა. იმდენად გემრიელია. ჩელსის მარკეტში შემოვედი ახლა, იქნებ რამე საინტერესო ვიპოვოთ აქაც რომ დავაგემოვნოთ. სადღაც 9 საათი დამჭირდა მანჰეტენიდან აქამდე რა. და ვნახოთ, როგორც ვიცი, ძალიან დიდი მარკეტია, საინტერესო რაღაცეებიც იყიდება და არის აქ და ნახოთ. მოდი ტაკოები გავსინჯოთ რა. ძალიან საინტერესო კვების ობიექტია, რომელიც ძალიან ბევრგან შემხვედრია. Los Tacos-ი ქვია რა. და მინდოდა სულ დაგემოვნება და ბარემ აქვე არის და მოდი დავაგემოვნო და თქვენს გაჩვენებთ. კარგი ისაა რომ რიგია, ამ ხალხი ელოდება, ესე იგი გემრიელობა უნდა იყოს რა და დავაგემოვნოთ, აბა ვნახოთ ერთი. ტაკოები ბოლოს მაქვს ნაჭამი ლისაბონში, სადაც 3 წლის წინ. ბოლოს და იდეაში პირველად რა. და აბა ვნახოთ ახლა ნიუ-იორკული ტაკო როგორი იქნება. წარმოდგენა არ მაქვს რომელი უნდა შეუკვეთო და იმედია თვითონ ესენი დამეხმარებიან რა. ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ არის ის რომ ცხარე არ მინდა რომ იყოს. Okay, one with spicy, one without spicy, okay? Yeah. Chicken and pork together, right? No, it's separate. Separate? Okay, let's do it chicken, yeah, and pork together. That's it. ველოდები მეგობრებო ჩემ შეკვეთას. ნახოთ, იმედია გემრიელი იქნება რა, ძალიან მაინტერესებს. წავედით. აი ესე გამოიყურება ჩვენი ტაკოები. მოვაწუროთ ლაიმი. მოიცა. აბა ვნახოთ. Wow. აუ, ძალიან კარგია. აუ. მინდა. გემრიელია მეგობრებო. და ძალიან იაფია რა. სადღაც 2 ტაკომ დაждდა უხეშად $10 რა, დაახლოებით. უდიალურია. ნიუ-იორკის ქუჩებში დადიხარ, ძალიან ხშირად გცემს საჭმლის სუნი და ამ საჭმლის სუნიდან ერთ-ერთი ყოველთვის არის ტკბილი თხილის სუნი. ეხლა იმდენი რაღაც ჭამე, დესერტი ხომ მინდა, ამიტომ აქვეა იმ ჩვენი საჰოთ-დოგის გვერდითვე არის ამ ტკბილი თხილის სტენდი რა. მოდი, ბარემ ესეც დავაგემოვნოთ, თან დესერტი გამოვა და თან თქვენს გაგიზიარებთ და გაჩვენებთ ყოველ შემთხვევაში რა. აი ესე გამოიყურება ჩვენი ტკბილი თხილი. Good evening. How are you? Thank you. Which is the best one? ¿Habla español usted? This one? Yeah? Okay, give me that. This is $5, right? Here it is. Thank you. ესეც ასე, მეგობრებო. აი, ჩვენი თხილი, რომელიც არის თბილი. მოდი, აბა შევჭამოთ ახლა ესეც. და დესერტიც გამოგვივათ. ასეთი თხილი ბევრჯერ გვაქვს ნაჭამი ახლა იდეაში, ხო? ნიუ-იორკული თხილი სხვა არის ალბათ, რა ვიცი. Looking worried, and he told me to stop using it. ბავშვობის გემო აქვს. აუ, იმ მარილიანის მერე მაგრა გაასწორა. დამიტყვა ცოტა პირი. ნიუ-იორკს ახლა ნიუ-იორკული ჩიზკეიკის გარეშე ხო არ დავტოვებდი. სხვა შორის ბევრი ხალხი იყო იქაც და მგონია რომ გემრიელი უნდა გამოვიდეს. ნახეთ. ჩემი და ამ ვიდეოს რო ნახავს, ნერწყვი მოადგება, იმდენად უყვარს, მაგრამ ბოდიში. აუ, რა გემრიელია. ეხა მე გატყუებთ, იმიტომ რომ ყველა ტკბილი და ყველა ნამსხვრევი ჩემთვის გემრიელი.
არ ვარ კაი შემფასებელი არც ამის, იმიტომ რომ ყველაფერი მეგემრიალება მეგობრებო. ამიტომ ესეც ნიუ-იორკული ჩიზკეიკი. შვენიერია 10-დან 10. სხვათა შორის Radio City ჩანს Home Alone 2-ში, თუ გახსოვთ, ძალიან ცნობილი ადგილია და ძალიან ისე დასამახსოვრებელი რა. ვისაც არ გახსოვთ, ჩაუჯექით Home Alone 2-ს და იქ იპოვით. კევინი რო ნიუ-იორკში პირველად იჩნდება. აბა, შობას გილოცავთ. აქ შობა ახლა. ვიდეოს რო დავდებ უკვე აღარ იქნება შობა, კაი ხნის გასული იქნება, მაგრამ ძველით ახალ წერს გილოცავთ მეგობრებო. მაგრად ვიყოთ. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია რომ ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. ზოგადად ასეთი ვიდეო ჩემთვის პირველი იყო. ჭამდი ხოლმე რა თქმა უნდა სხვა ვიდეოებშიც, მაგრამ ესე ცალკე ვიდეო არასდროს გადამიღია და დამიწერეთ აბა კომენტარებში რა სიტყვით რამდენად გავაგრძელო მსგავსი ვიდეოების გადაღება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენად გაგაინტერესებთ და მეც სიამოვნებით გავაკეთებ ამ ყველაფერს. ახლა კი გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო და აუცილებლად შევხვდებით ძალიან მალე. აბა დროებით.